მშვიდობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გიწევთ კვლავ ერთჯულოვნების სალონში. დღეს ჩვენი ინტერესის სფერო არის მეორე 1000 წლეული საქართველო. ეს არის განსაკუთრებული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ცივილიზაციისთვის, მისი ფორმირებისთვის. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ყურადღება სწორედ აი ამ ეპოქაზე, აი ამ ხანაზე გავამახვილეთ. ჩვენი სტუმრები არიან ბატონი რამაზ შენგელია, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი გია კვაშილავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ლინგვისტიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და ქალბატონი მარინე ცინცაბაძე, ფილოლოგიური მეცნიერება და დოქტორი, კულტუროლოგი, გადაცემას უძღვება დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. ჩვენი საუბარი პირველ რიგში მინდა დავიწყოთ იმის განმარტებით, თუ რატომ არის ეს ეპოქა ამდენად მნიშვნელოვანი. მეორე 1000 წლეული, რა თქმა უნდა, უმაღლესად მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მარტო თქვათ ესე ქართული კულტურის ისტორიისათვის, არამედ ზოგადად კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. ეხლა რა ხდება მეორე 1000 წლეულისთვის უკვე ის გარემო ბუნება უკვე ათვისებულია, უკვე არსებობს დარგები, კულტურული მემკვიდრეობის დარგები უკვე სახეზეა, უკვე არსებობს აგური, უკვე არსებობს მინა, გარდა ამისა უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პერიოდში სწორედ მეორე 1000 წლეულებში მოხდა გამოდნობის გზით რკინის მიღება, რომელმაც უფრო მეტად გაზარდა შრომისუნარიანობა და შექმნა ნამატი პროდუქტი. საქართველოს ტერიტორიაზე ის რაც ხდება, გულისხმობ კოლხეთის სამეფოს, ის სთავაზობს სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთგვარად ახლებურ ნიმუშს, როგორც იგივე კრეტაზე მინოსის კულტურა. ეს ორი არის ისეთი მნიშვნელოვანი წერტილი, ესე იგი დასავლეთ ევრაზიაში, რომელიც აი სწორედ ახლებურ მოწყობას სთავაზობს და რაც შეეხება კოლხეთს, იმიტომ რომ ჩვენი ცენტრალური საგანია ამჯერად საქართველოს ტერიტორიაზე თუ რა ხდება და კონკრეტულად ქართულ ტომებში. ის რომ ვიცით, რომ ამ პერიოდისათვის ესე იგი ერთიანი იბერიული ოჯახი უკვე დაყოფილია, რაღაც შეიძლება ამან თავისებური დაღი იქონია იმაზე, რომ ცალკე მოხდა კოლხეთის სამეფოს პარალელურად არსებობს მცირე აზიაში უკვე და რაღაც მცირე აზიაში არის მუშკების სამეფო, არის ტობალების სამეფო, რომელიც ხალები, თობალი, როგორც მეტალურგიული ტომები ბიბლიაშიც არის ცნობილი და აი ტობალები 24 დიდ გაერთიანებას ქმნიან. ანუ არის ის ეტაპი რაღაცნაირად, რომ აი ქართველი ტომები ძალას იკრეფენ, მაგრამ მოდით ვთქვათ ესე, რომ როგორ მოხდა, ამას რა თქმა უნდა თავის საკუთარი წანამძღვრები ჰქონდა, რადგანაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ, რომ ესე იგი ეს კოლხეთის კულტურა არ არის ესე ვთქვათ მარტივად ბერძნულის გადამღერება, არამედ თავის ფესვებზეა შექმნილი, რადგან ვიცით, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-4-1000 წლეულებში საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ყველა ძირითადი ცივილიზაციური დარგები, მიწათმოქმედება, ცხოველეობა, კერამიკული წარმოება, მეღვინეობა, მეტალურგია, ყველა არის უკვე ისეთ მზაობაშია, რომ სწორედ მოხდა ეს მზაობა ისე, რომ ჩვენ მოვხვდით ისე, რომ მე-4000 წლეულის მეორე ნახევარში ჩვენ გვქონდა ოქროს ესე იგი მაღარო, ანუ ოქროს მომპოვებული მაღარო, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდა ელემენტარული მათემატიკის, ელემენტარული ქიმიის, გეოლოგიის, გეოდეზიის ცოდნა. სახელმწიფოებრივი მოწყობის ყველაზე ესეთი აშკარა ნიმუში ეს არის კოლხეთის სამეფო და აი კოლხეთის სამეფოს უკავშირდება ძალიან ბევრი შორს მიმავალი საკითხები. ყველაფერი ისე მომზადდა უკვე მეორე 1000 წლეულისთვის, ყველა პირობა მომზადდა, რომ ახალი დარგები შექმნილიყო. კიდე რა, აუცილებელია ის უნდა ითქვას, რომ ესე იგი როგორ მოხდა ის, რომ ჩვენ დღეს ვეყრდნობით ბერძნულ წყაროებს. მოხდა ისე, რომ ჩვენ ქონდა ნამატი პროდუქცია, მეტალურგიის ნამატი პროდუქცია და ჩვენ შეგვეძლო უკვე ყველაფერი პირობა არსებობდა, ზღვაოსნობის პირობა
არსებობდა იმის, რომ ჩვენ ჩაგვეტანა ხმელთაშუა ზღვაში. მე შემიძლია დავამატო ის, რომ არსებობს ძლიერი მეცნიერული მოსაზრება, რომ ვაზის კულტურისა და ხორბლის კულტურის გავრცელება დაკავშირებულია ჩვენ წინაპრებთან. სწორედ ამან განაპირობა ძველი წელთაღრიცხვის 6000 წლებში და უფრო მოგვიანებით ამ კულტურის გავრცელებას თან გაყვა გადამტანი პიროვნებები და მათ მიქონდათ მცირე აზიიდან, ასევე ხმელთაშუა ეგეოსის ზღვისპირეთში და კერძოდ კუნძულ კრეტაზე ეს არქეოლოგიური მასალით დასტურდება. ეს მასალები ჩვენ ვიცით ბერძენი არქეოლოგების წიგნებიდან. ამას გარდა კიდევ ჩანს ბრინჯაოს გადატანა და ამან განაპირობა ევროპულ ნაწილში, სამხრეთ ევროპულ ნაწილში, სანამ ინდოევროპული ტომები გავრცელდებოდა მე-3000 წლებში ძველი წელთაღრიცხვით, სავარაუდოდ ჩანს, რომ ქართველური მოდგმა პირობითად ვამბობ ჩვენ ამ ცნებებს იყენებს შახერმაიერი, კრეჩმერი, ნიკომარი და სხვები, თუმცა ზოგჯერ მოიხსენიება ეს მოდგმა სამხრეთ კავკასიელად. ქართველური მოდგმა, როგორც თქვით, ეგეოსის ზღვისპირეთში ინდოევროპული ტომების მოსვლამდე უკვე ჩაქვთ კულტურა, ესე იგი ვაზისა, მეტალურგიისა, ხორბლის და ასე კიდევ ჩანს დამწერლობის კულტურაც. რადგანაც ამ ადამიანებს კომუნიკაცია ჭირდებოდა ამ კულტურის გავრცელებაში, აუცილებელი იყო ნამდვილად დამწერლობა. და სწორედ ჩანს, რომ ადრეულ პერიოდში ამაზე იტყვის ბატონი რამაზი, რომ მედიასთან დაკავშირებით რა მოსაზრებებია და ძველ ტექსტებში, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, კრეტაზე აღმოჩენილ ტექსტებში, რომელიც არის 1500-მდე წარწერა, იქ უკვე ფიქსირდება, ესე იგი ნამდვილად ეს პიროვნებები, მედიას სახელი არის, კოლხეთი არის, აია არის, ეს ვიცი ჩვენ როგორც აკლასის ხაზოვანი წარწერებიდან და რომელიც ჩვენი ვარაუდით, ჩვენი მოსაზრებით ეს არის საერთო ქართულ ენაზე შექმნილი დამწერლობის ნიმუში, წარწერები, ხოლო უფრო მოგვიანე პერიოდისა ეს არის ბ-კლასის ხაზოვანი წარწერები, ეს უკვე დამტკიცებულია 1953 წელს დამტკიცა მაიკლ ვენტრისმა, რომ ეს ბერძნული დამწერლობა. ამ ორივე დამწერლობაში, ამ სხვადასხვა ენა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ფიქსირდება უკვე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დადასტურებულია ეს მასალა. ითქვა, რომ შუმერული კულტურა, რომელიცაც ვთქვათ, როგორც სამუელ ნოა კრამერი ამბობს, რომ შუმერით იწყება მსოფლიო ისტორია, მართლაც 2000 წლისთვის სადღაც დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე წვეთს არსებობას და ის ტრანსფორმირდება ბაბილონურ კულტურაში. ბაბილონური კულტურა შუმერულზე ნაკლები არ იყო, თუ უფრო მეტიც არა თავის ცივილიზაციული ფორმებით, თავისი მასშტაბებით. და აქაც ყველა ამბობს იმას, რომ მეფეც და არისტოკრატია შუმერული რჩებოდა, ოღონდ ენა გახდა სხვა შეიცვალა, აქადური ენა შემოვიდა, ანუ მოხდა სემიტიზაცია პრაქტიკულად ამ მიდამოს. ეს პროცესი მერე მოდის ქვემოდან და უკვე შემდეგ ეპოქაში ხდება უკვე ასირიული პერიოდი, შუამდინარული ცივილიზაციის განვითარებისა, რომელიც ჩრდილოეთისკენ იხევს თითქოს და ნელ-ნელა ეს ხალხი, რომლებიც მანამდე არც სემიტები იყვნენ და არც ინდოევროპელები, ანუ არის ყველა მოსაზრება იმისა, რომ ისინი ჩვენი მონათესავე რაღაცა ერთი გენეტიკური სუბსტრატიდან წამოსული ხალხები ვართ თითქოსთან. ეს პროცესი ძალიან თვალნათლივია, ეს არის სემიტიზაცია, რომელიც მოდის სამხრეთ აღმოსავლეთიდან და ინდოევროპეიზაცია, რომელიც მოდის ან ჩრდილო-დასავლეთიდან, ან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ისიც დაუდგენელია, ვერ ვადასტურებთ ამას. ეს არის, თქვა, იამნაირად და ზემოდან წამოსული კულტურა, თქვა, უფრო აღმოსავლეთ ევრაზიიდან თუ ბალკანეთიდან წამოსული, ბალკანეთის კიდევ უფრო ჩრდილოეთიდან დუნაისპირები, სტეპებიდან შეიძლება. ეს მე ამ თემაზე საუბრობ, იმიტომ რომ ჩვენ აკადემიაში შეიქმნა საქართველოს კავკასიის გენოფონდის შემსწავლელი კომისია, რომლის საუბრის დივანის გახლავართ და ჩვენ ახლა ვიკვლევთ სვანეთი შევისწავლეთ, სამეგრელო შევისწავლეთ ჩარშან და ეს გენოფონდის შესწავლა მიმდინარეობს, გენეტიკური კვლევა ამ ჩვენი მოსახლეობისა და საინტერესოა ერთი რამ, რომ ალბათ აქ შეიძლება ძალიან მოკლედ მინდა ეს ძალიან დიდი თემაა და დაუსრულებელი თემაა და
მინდა ასეთი მოკლე რეზიუმე ვქნა, როგორც ჩანს დღეს, როგორც გამოიხატება. ეს არის სემიტიზაცია და ინდოევროპეიზაცია, ოღონდ ალბათ ენობრივი ამას ესეც ქვია, language replacement დაარქვეს ამას. ენა იცვლება, შეიძლება რაღაც გარკვეული ელიტარული ნაწილი მოდის და მოაქვს რაღაც განსხვავებული კულტურა, განსხვავებული წესები, განსხვავებული სახელმწიფოს მოწყობა, მაგრამ ძირითადი მოსახლეობა იგივე რჩება. იგივე საბერძნეთში, ხო? იგივე საბერძნეთში მინდოდა მეთქვა, რომ აი ისაც მანამდე იყო პრეელინური, რაზეც ბატონი გია და ალბათ მან საუბრობდნენ, ეს იყვნენ მოვიდნენ მოიტანეს ზენა, მოიტანეს ახალი წესები მოწყობისა და ეს ჩანს იგივე თუ ახლა დამოვიდა ჰამურაბის კანონები. ჰამურაბმა რატო დააფიქსირეს ქვაზე და ჩაწერა, რომ მან ახალი წესები მოიტანა, ახალი წესები გაშთა, თუმცა თვითონ ჰამურაბი როგორც ამბობენ შუმერი არის ეს მოსაზრება. მაგრამ აი თვითონ შუმერი ვინაა კიდე არის. შუმერი ნუ ალბათ რას ეთნიკურად ყოშმოდეს არც ინდოევროპელი და არც სემიტია. აი ესეთი პროცესია, რომელიცაც ხდებოდა აი მეორე 1000 წელში აი ამ არევების გამო და აი ამ ენების და კულტურული რაღაცა შერევების გამო ხდება დღეს ჩვენთვის ცნობილი ერების ანდა მათი პროტოერების ჩამოყალიბება. აი ეს ამიტომ არის მეორე 1000 წელი მნიშვნელოვანი. ეხლა რა ჩვენ სადავდგევართ აქ, ანუ ქართველების ანუ თქვა თუ დავთვალოთ ქართული სამყარო საკმაოდ ფართო იყო, დიდი იყო და ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავდა ეს ყველაფერი. ამის შერევის შედეგად ჩამოყალიბდა ერები, მაგრამ რაღაცა არის საერთო, რომელიც აერთიანებს ამას ყველაფერს. ეს საერთო არის ალბათ არის ის, რასაც აი თავად მარინა თქვა, ეს არის მეტალურგია, ეს არის მეღვინეობა და ქვევრი, აი ქვევრი სადაც კი არის აღმოჩენილი, ხო? შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს გამაერთიანებელი არსად სხვაგან არა ჩანს თითქოს. არსებობს ამასთან და აი ამ ერთიან კარგაში საკმაოდ კარგად ჯდება სამედიცინო ცოდნაც. დეგეოსის ზღვისპირეთში, კერძოდ კრეტაზე, ჩვენ გვაქვს ტოპონიმები, პირველ რიგში ტოპონიმებს, რომ მოვიხმოთ ტოპონიმების მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც შახერმაიერი და ასევე დიდი ლინგვისტი ავსტრიელი კრეჩმერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გარკვევის დროს რა ტოპონიმები ფიქსირდება. და მან საკმაოდ ბევრჯერ აქვს თავის წიგნში ბერძნული ენის შესავალ კურსში ვიცით რამდენიმე სიტყვა ძველი ბერძნულის წინარედან ნასესხები არ ვიცით ეს რას ნიშნავს მამილო, დედილო წერია ასეთი სიტყვები მის წიგნში მამა, დედა ნუ ძალიან ახლოს არის რა თქმა უნდა ჩვენთვის ახლა ეს სიტყვები მაგრამ მან ევროპაში ფიქსირდება ეს სიტყვა არა მან კონკრეტულად თქვა რომ ეს ინდოევროპული არ არის მაგრამ მან კარგად არიცოდა რომ ეს სამხრეთ კავკასიური ქართველური რატომ არიცოდათ იმიტომ არა რომ ცოდნის წინა არამედ კომუნიკაცია იმდენად არისო ქართველი მეცნიერებისა და ევროპელი მეცნიერების შორის აქ ირკვევა რომ კრეტაზე ძველი აღთქმის დაბადების წიგნიდან ვიცით რომ კრეტას ქვია ქერთ ეს ძალიან საინტერესო არის იმ მხრივ რომ კრეტა ჩვენ არაფერს არ გვეუბნება ახლა ეს ტერმინია რომელიც იმ ტერმინიდან ნაწარმოები ის უფრო ბერძნული ჟღერადობითაა ქართი ჩვენ უკვე გვეუბნება ჩვენ კულტურასთან რა თქმა უნდა ძალიან კავშირში არის ბევრი იტყვის რომ ეს სიტყვა ინდოევროპულშიც არის სემიტურშიც და ზოგი ამბობს რომ ქალაქს ნიშნავს და რაღაც ასე შემდეგ მაგრამ კრეტა აქ ნიშნავს ან ქართი ნიშნავს შემოფარგლულ მიწას ანუ კუნძულს ასე შეიძლება ახსნათ აქ ფიქსირდება აღმოსავლეთ კრეტის ტოპონიმად ლასითი მე ნამდვილად ვერ გავაიგივებ ახლა ლაზეთთან კავშირში არის თუ არა მაგრამ უბრალოდ ეს ტოპონიმი არ არის ინდოევროპული ეს უკვე კარგად ვიცით ბერძნული ენის ეტიმოლოგიის ლექსიკონი გამოვიდა 2010 წელს ბრილში ბეკერსი გახლავთ და მას აქვს ეს ტოპონიმები ჩამოწერილი ბევრი სიტყვა ბერძნულიში შესული არა ინდოევროპული და ფიქრობენ რომ ეს არის ქართველური უпростоრად საერთო ქართველური ენიდან შესული სიტყვა, ანუ სუბსტრატი, რასაც ჩვენ ლინგვისტიკაში ვუწოდებთ, აქ ფიქსირდება 5000-მდე სიტყვა ამ ლექსიკონში. აი თქვენ რაც ორივე მეკვა
წარმოადგენთ ეს ფაქტობრივი მონაცემები, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ გასაღები დევს ქართულ სამყაროში, ანუ პროტოქართულ სამყაროში. ამიტომ ამის გარეშე არც არაფერი გაერკვევა და თვით შორის არ ვიცი ხა ერთადერთი ტელევიზია მართლა რომელთანაც შეგიძლია ეს გამოთქვა და რაღაც ანალიზი წარმოადგინო და ამიტომ როგორ არის იცით მაინც იქითკენ მიდის რომ ჯგუფი უნდა შეიქმნას და უნდა ეს ყველაფერი წარდგენილი იყოს და ინტერნეტში დაიდოს და თქვენ გულისხმობთ ინტერდისციპლინარულ აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენშია გასაღები პრინციპში იმიტომ რომ როგორ არის იცით ახლა დამაინტერესა მე თვითონ იმიტომ რომ როგორ არის იცით აი როდის ჩამოყალიბდა ეთნიკური კუთვნილება იმიტომ რომ არქეოლოგიურ მასალას ან რომ აღმოაჩენ გინდა ის ადამიანის ნაშთი იყოს, გინდა ჭურჭელი და გინდა სხვა, ხო? ეთნიკური კუთვნილების პრობლემა ვერ გადაწყდა. ამ დროს ჩვენთვის ძალიან აუცილებელია ეს ყველაფერი და როდესაც აი ეთნიკური კუთვნილება, როდის ჩამოყალიბდა და ვართ ისევ დამოკიდებული იმაზე, რომ აი დავუშვათ მე-19 საუკუნეში ლაპარაკობენ ავტორები ამის შესახებ, მაგრამ მე-19 საუკუნის ავტორი, იგივე ევროპელი ავტორი, თავის მაგალითად იღებს იმას, რაც მის არეალშია და რაც მის წინ არის წარმოჩენილი. რა ინფორმაციაა რაც მასალა და ეხლა როგორ არის იცით ჩვენ რაღაც ვართ ძალიან ძველი უძველესი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვკიდოთ ამ საქმეს ყველაფერს ხელი და რაღაცნაირად უნდა ავიღოთ, არ ავიღოთ დამოკიდებული უცხოელ ავტორებზე, რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ჩვენ არქეოლოგიური მასალა გვაქვს ისეთი უკვე და შეგვიძლია პარალელურ რეჟიმში გაკეთება, რომ უნდა გავთამამდე, სხვანაირად არ გამონდეს. იცით რა არის, კალდომანი აბსოლუტურად გეთახმებით ერთი რამე და მე დღეს და გახშირდა ქილიკი რაღაცა ქართულ ისტორიაზე და ვითომ ძალიან ობიექტური მეცნიერის პოზიციიდან რაღაცა ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება ყველაფერი ამისადმი. ამას არავით არის საფუძველი არა, ან საფუძველი აქვს იმისა, რომ ვიღაცამ რაღაცა არ იცის, ან ვიღაცამ უნდა რომ არ იცოდეს. ბატონო რომ ამ ჩაგერთვებით რა თქმა უნდა სწორად ბრძანებ და რეალობა ესაა, მაგრამ არის ალტერნატივა? ამის ალტერნატივა უნდა დაიდოს. არის და ამიტომ შესულია ჩიხში ძალიან ბევრი მიმართულება და ბუნებრივად. აქ არის ძალიან მარტივი ერთი ფაქტორი. ეს არის კავკასიის მთები. კავკასიის მთები აღმოჩნდა უნივერსალური თავშესაფარი. ამ თავშესაფარში მოხდა შენახვა, დაკონსერვება როგორც ეთნიკური სუბსტრატისა ჩვენ ისე ენობრივი სუბსტრატისა და ისე კულტურული მთელი რიგი ფაქტებისა და არტეფაქტებისა. ჩვენ აი უბრალოდ ერთ რამეს და რატომ მოხდა ის რომ სვანეთში მოხდა ასე დიდი რაოდენობით შენახვა აი ამ. იმიტომ რომ სვანეთი იყო იზოლირებული, ძალიან ჩაკეტილი და კარგად დაცული ადგილი. სწორედ იქ მოხდა ქართული განძეული შენახვა. რატომ მოხდა მთიან სამეგრელოში და იმაში მთელი ჩვენი ეს რაც ახლა ჩვენ ხელოვნების მუზეუმი თაყაიშვილმა რაც გადაარჩინა, ხო? 80% იქიდან არის წარმოდგენილი. რატომ? იმიტომ რომ ისიც მთიანი სამეგრელოს არის კუთხე ზღვასა და მთებს შორის მოქცეული, სადაც მომხდური ნაკლებად მიდიოდა და უფრო მეტად მოხდა ამის შენახვა და დაკონსერვება. ეს უნდა აღვიქვათ ჩვენ. ეს თლიანად ეს კავკასია ეს უნივერსალური თავშესაფარია და ამიტომ არის ის ძალიან მნიშვნელოვანი და ისე არის ვითომ ჭყალებში ესე ვთქვათ, მოდით ჭრელი, ხო? აღმოსავლეთ კავკასია თვითონ სხვანაირია, დასავლეთი ამ დროს არის ერთიანი პრაქტიკულად თავისი კულტურული და ეთნიკური იმით. დღეს უნდა გაატარონ საზღვარი ვითომ ჩრდილო კავკასია და სამხრეთ კავკასია რაღაც დიდი განსხვავება გაქვს. ჩვენი მონათესავები და გენეტიკურად მსგავსი ხალხი აბსოლუტურად ინგუშებით, ჩეჩნიელები, ბალყარელები, ეს ჩვენი მონათესავე ხალხია, რომლებიც თვითონ არ ვერ მალავენ ამას და თვითონაც იციან, გადმოცემითაც იციან და მასში ზის ეს ერთიანობა. და გენეტიკურად არის დადგენილი. ჩვენ ამას უარყოფთ და ამას გენეტიკურად არის დადგენილი. რასაკვირველია. მახას აბდუშერიშვილის კვლევები, რომელიც ჩატარდა მაშინ იმ პერიოდში, როდესაც შესაძლებლობა იყო ამ კვლევებისა, კავკასიაში და ეს წიგნად გამოვიდა, ახლა გამოვიდა, არ არის დიდი ხანია, მაგრამ მასალა ძველია. მან დაადასტურა, რომ ნაცნობი კავშირი აშკარაა. ანუ ეს გენეტიკურ დონეზეც, ანთროპოლოგიურ დონეზეც ეს გამოკვლეულია და მით უმეტეს ხა კულტურულ ენობრივ დონეზეც ეს მსგავსება და თქვა ნაცნობობა აშკარა არის.
დიდი პარალელებია ძალიან. არა, ეხლა ჩვენ არ გავიდეთ მეორე 1000 წლეულიდან. მეორე 1000 წლეულის პარალელებია. მაგრამ აი მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ისა ჩვენ სვანეთში ჩავატარეთ და სამეგრელოში ჩავატარეთ, ახლა გენეტიკური კვლევები აბსოლუტურად მიუთითებს იმას და აღმოსავლეთ საქართველოში ჩავატარეთ 140 კაცზე, ეს ყველაფერი ერთად გროვდება და ძალიან მარტივ და ესე შედეგს ვიღებთ, ძალიან ცალსახად და ერთმნიშვნელოვან შედეგს ვიღებთ. ეხლა დაუბრუნდეთ თქვა როგორც თქვენ ძანეთ მამო მეორე 1000 წლეულს ისევ აი ბატონმა გიამ კარგად თქვა ეს აი ძალიან დამახასიათებელი მომენტია ა და ბ ლინიარულ დამწერლობაში შორის არის 150 წელი განსხვავება ხო 100 ვერ ვკითხულობ თვითონ ამ დროს ბატონი გია კითხულობს და ბ-ს კითხულობ იმიტომ რომ ბ-ს ნუმოთ ლაპარაკობ 100 წელიწადში მოხდა აი ის language replacement-ი რაზეც ლაპარაკი ენობრივი ცვალებადა თვითონ მოხაზულობა დამწერლობისა იგივეა დარჩენილი ხო ესეა ბატონო ბერძნებმა ისესხეს ქართველებისგან მოკლედ რომ თქვა დამწერლობის ნიშნება და ოღონდ თავის ენაზე დაწერას თამამი განცხადება არა ეგ არა ეს არა ეგ ზუსტია არა ეს რომ ამას არავინ არ უარყოფს ესეთ ამას თამამია დღევანდელი ქართველის ფსიქოლოგიისთვის ხო რომ მედიცინის შესახებ მინდა გითხრათ საბედნიეროდ მოხდა დაფიქსირება მთელი ამისა ეს ელინებს ამას ვერ დაუკარგავდა ელინებს უნდა ჩვენ დიდი მადლობა უთხრათ იმიტომ რომ მათ მოახდინეს ამის დაფიქსირება რასაც ჩვენ ეტყობა არც ვაპირებდით იმიტომ რომ ალბათ მაშინ უფრო ეზოთერული აზროვნება იყო ეზოთერული სტილი იყო ცხოვრების ეს იყო ზეპირ სიტყვერება თვითონ ამას წერს ხო პლატონი რომ ის სიბზნე რომელიც ჩაიწერება ის სიბზნეს კარგავს ამის წინააღმდეგები იყვნენ დაფიქსირებისა და აი ამან ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია და ბერძნები მოვიდნენ ეს სიბზნე არ იცოდნენ დააფიქსირეს. რა კიდე რომ წაგვიშვალეს რაღაცა ძველი სახელწოდებები ხო, ისაზოგურელა იმას რაღაცნაირად თავისი სახე, იმიტომ რომ აი ინდოევროპული მეტყველება მაგალითად არა, ბევრ რამეს, ბევრი ასოს აგერ, ბატონია დამერწმუნება, რომ ბევრ ასოს გამოთქვას ვერ ახერხე, დაუბრუნოთ მედიცინას ესეც, ჩემს საქმეს. ასე რომ მოგახსენებთ რომ აი ეს არგონავტიკა რომელიც ჩაიწერა და რომლის იცით რა ზოგიერთი გამოუგნებელია ზოგს ელაპარაკი იცით არგონავტიკა მაინც მითოლოგიაა გეტყვის თუ კი სერვერი მოვიდა რატო არ ფიქრობენ არა მითოლოგია რომელი არა მითოლოგია ყველა მითოსურად წერდა ყველა მითოსურად აფიქსირებდა თავის სიბზნეს თავის სოდნას და თავის წარმოდგენას იმ ისტორიაზე და თანამედროვეობაზე ეს სტილი იყო გეწერის ასე რომ არავის არასოდეს არ შეპარებია არგონავტიკის სიმართლეში არც მერვე საუკუნიდან მოყოლებული არც მეექვსედან ნებისმიერი ისტორიკოსი ბერძენი არც ერთ ისტორიკოს ბერძენს კითხვის ნიშანი არ დაუსვია იმაზე რომ კოლხეთი არსებობდა მე-12 საუკუნეში თუ არ არსებობდა არსებობდა აიეტი და მედეა და თელეზოჯახი თუ არ არსებობდა ამაზე ლაპარაკი პირიქით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში როგორმე გაეღრმავებინათ ის ნათესაური გენეალოგიური შტო რომელიც მას ჰქონდა და ლათინოსამდე დადიოდნენ და იმად და ეს ყველაფერი ერთი ოჯახი იყო ერთი სამეფო ოჯახი იყო და ეს სამეფო ოჯახი მეფობდა კოლხეთშიც ეს მეფობდა ეპირშიც კორინთოშიც და ყველგან და ეგეოსის და ამიტომ მედეას იქ მოხვედრა შემდგომ არც თუ ისე გასაკვირი რამ არის იმიტომ რომ იქიდან თავის დროზე მოვიდნენ მიდარავ ჰელე და ფრიქსე და ისინი წამოვიდნენ იქიდან მოვიდნენ ატომად მანდამაინც აქ მე წავიდნენ ისე უკან ეს იყო ერთიანი სამყარო ერთიანი აზმერები მტკისდება ილიადითაც როდესაც ტროას ომი იწყება იმიტომ რომ ელენეს იტაცებს პარისი ხო და რატო იტაცებს იმიტომ რომ მედეას შური იძია მედეას მოტაცებისათვის ხო რატო იძია ტროელმა შური თუ არ იყო ერთიანი კულტურული ხო მონაწილე თუ არ იყო აი ამ ერთიანი პროცესებისა მოგეთ მოდით მივიდეთ მედიცინაზე თქვით რომ აი მეღვინეობა მეტალურგია არის რამოდენიმე მომენტი რომელიც არის გამაერთიანებელი და დამახასიათებელი ამის ეხლა რა მედიცინის ფასადით რა არის ესა ჩამოდიან ბერძნები ჩამოდიან ასაკურელა იმიტომ რომ ეზიარონ კულტურას აქ ძალიან ცალსახად ეუნება იაზონს ბიძამისი რომ პელიასი რომ შენ წახვალ და თუ გინდა ჩემზე მაღლა და შაგაბარო შენ მეფობა ხო შენ უნდა ჩემზე მაღლა დადგე თორე მეც იგივე ოჯახის შვილი ვარ რაც შენ რატომ უნდა იყოს შენ მეფე და რატო არ უნდა ვიყო მე არა ნუ ესე თქვა ძალიან უბრალო ენით შენ მაშინ გახდები ჩემზე მეტი რომ შენ კოლხურ სიბზნეს ჩამოვიდან იქიდან ჩამოვიდან ოქროს საწნის ამით ჩემზე ამაღლდები ხო აი ეს უკვე ცალსახადაა რომ ბერძნებს უკვე აკლიათ ის რაც თქვა დაიმორჩილეს ესა და თავის ენაზე ამეტყველეს და თავის გზაზე წაიყვანეს ეს მოსახლეობა გაუწყდათ კავშირი წარსულთან და ამ წარსულის აღდგენას ეძებენ კოლხეთში ისინი ჩამოდიან აქ
ჩამოდიან და სულად სასახად ჰეკატეც, მედეაც ეს არიან ქურუმი ქალები, რომლებიც ცოდნაში უკანასკნელი ადგილი ასაკურელა სამედიცინო ცოდნას არ აქვს. პირიქით, მედია არის კურნალობის ქალღმერთად შემდგომ აღიარეს რომაელებმა უკვე. მანამდე ბერძნებისთვის ის სრულიად ცოცხალი ადამიანი სამეფო ოჯახის შვილია. ის არანაირ პანთეონთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე გავაგრძელებთ იმ აზრს, რომ მითოლოგია, მითი, რაც ვიცით, ეს რა თქმა უნდა ბერძნული ჩანაწერები, მაგრამ ჩვენ ახლა ვკითხულობთ იმ ტექსტებს, რომელიც იმ ეპოქისა, იმ პერიოდისა მეორე 1000 წლის პირველ ნახევარი, სადაც ჩვენ ხვდებით პურის სახელს, ნამდვილ უძველეს ქართულ სახელს, რომელიც ჩვენ თითქოს არ უნდა ცოდნოდა, მაგრამ უკვე გვაქვს ეს მასალა, ხორბლის სახელი ფიქსირდება ამ ტექსტებში, ფიქსირდება ძალიან საინტერესოა ჩვენ ვეძებთ ღვინო როგორ უნდა იყოს ქართულ ენაზე, საერთო ქართველურ ენაზე. ამ ტექსტებში გვაქვს ეს მასალა, რეკონსტრუქციას ლინგვისტურად ვახდენთ ახლა ლინგვისტიკა რატომაც საჭირო ზუსტად ჩვენ უნდა დავადგინოთ ამ წარწერის ენა, ამ წარწერების ენა. თუ ჩვენ კაცრ ლინგვისტური მასალის მიხედვით დავადასტურებთ რომ ეს წარწერების ენა საერთო ქართველურია და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე ლინგვისტური მხრივ, ეს უკვე იძლევა საშუალებას უფრო მთამამად, უფრო ღიად ვთქვათ, რომ ეს კულტურა, რომელსაც ევანსმა დაარქვა კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილ კულტურას, მინოსის კულტურა, ჩვენ უკვე სახელი შეგვიძლია შევურჩიოთ, ეს არის უძველესი ქართველური ცივილიზაცია. და ამაში არანაირი მაგალითად მე 20 წელიწადი ამ საკითხებში მუშაობდა, სწორედ ამ ტერმინების გამოყენების დროს ბევრჯერ ფიქრობ რა უნდა გამოვიყენო, მაგრამ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, დასკვნის შემდეგ უკვე ახლა ეს სითამამე გამიჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი საიდუმლო უკვე გაგვეხსნა იმ ხრივ, რომ ტექსტებში გვაქვს 500-მდე ანთროპონიმი ქართველური. როგორ ვთქვათ ახლა ადამიანის კერძო პირის სახელი შეიძლება ქართველური იყოს, ნუ ზოგი ბერძნულია, ზოგი დაუშვათ, მაგრამ გვაქვს სავარაუდო მასალა ხლონტის წიგნში, ლექსიკონი არის კერძო პირთა სახელები, სადაც მითითებულია, რომ სავარაუდოდ ეს სახელები საიდან უნდა იყოს ნაწარმოები. ამის გარდა გვაქვს ქვევრის სახელი. არც ეს ახლა ჯერჯერობით მე არ დამისახელები, არც ღვინო როგორ უნდა იყოს უძველეს ქართულ ენაზე, არც პურის სახელი არ დამისახელებია, არც ქვევრის სახელი, მაგრამ ეს დღესაც ჩვენთან მოქმედებს ეს სახელები. დღესაც არის ან კუთხურ დიალექტებში, საერთო ქართველურში რა თქმა უნდა არის ქართულშიც, მეგრულ ლაზურში, სვანურში, მაგრამ ზოგჯერ არა გამოყენება არ აქვს. მაგალითად ხორბალი ეს სიტყვა არ არის თვითონ ქართველური. სპარსულია ხვარბალიდან არის ნაწარმოები, ამაზე ივანე ჯავახიშვილი საინტერესოდ გვესაუბრება და მან განდევნა ძველი სიტყვა, ჩვენი სიტყვა ხმარებიდან, თორემ გერმანელი მეცნიერები ვინ ჩამოდიოდნენ მე-18-მე-17 საუკუნეებში და უფრო მოგვიანო პერიოდებში, ეს სიტყვები ჩაწერილი აქვთ, რომ ქართველები ღვინოს რას უწოდებენ, ხორბალს რას უწოდებენ, ან პურს და ანუ ეს უცნაური ნამდვილად ჩემთვის არ ყოფილა. ანუ თქვენ გინდა თქვათ რომ ქვევრის, ღვინის კიდევ ეს ტერმინები გვხვდება ამ ტექსტებში. ამ ტექსტებში. A კლასის ხაზოვან წარწერებში, რომელიც აღმოაჩინა კრეტაზე ევანსმა 1900 წელს და ეს ტექსტების რაოდენობა დღეს შეადგენს 1500-ს. სხვადასხვა ნივთია, ზოგი თიხის ფირფიტაზეა, ზოგი არის ქვის წარწერა. ნუ საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ამ წარწერების ამოკითხვა, იმიტომ რომ ევროპაში ეს ნომერ პირველ პრობლემად ითვლება. ბეხაზოვანი, როგორც მოგახსენეთ, ამოიკითხა მაიკლ ვენტრისმა 1952 წელს და ის აღმოჩნდა მიკენური ეპოქის ბერძნული ენა. ამ ტექსტების მიხედვით და სხვა ბევრი ევროპელი მეცნიერების მიხედვით ირკვევა, რომ A კლასის ხაზოვანი წარწერების ნიშნები არის გამოყენებული B კლასის დამწერლობისთვის, ანუ ბერძნული ენისთვის, თორემ დამწერლობა ერთ და იგივეა მოხაზულობ. იტყვიან საერთოდ საქართველოში არის თუ არა ეს ნიშნები აქ. საოცარია რომ ეს ნიშნები აქ ყოფილა აღმოჩენილი და ამაზე ხმამაღლად ჩვენი ქართველი მეცნიერები არ ლაპარაკობდნენ. მაგრამ მე ბევრ წიგნში ვიპოვე ძველ
წიგნებში პავლინგოროხოდან დაწყებული ყველგან ახსენებენ ამას და უკვე შეკრიბა ჰაინც ფენრიხმა ეს მასალა და გერმანიაში უბრალოდ ჰოლანდიაში გამოცა 2000 წელს უძველესი ქართული დამწერლობები და ის მოიხილავს ამ ყველას და თქვა ასეთი წინადადება მოკლედ რომ თქვათ ქართველებს აქვს სამი სახის დამწერლობა სამი ეტაპი გაიარა ქართველებმა ესე იგი სიტყვითი დამწერლობა ლოგოგრამის ვეძახით მეორე არის მარცვლოვანი ანუ სილაბური და მესამე არის ანბანური აი სწორედ ძველი წითაღრის მესამე საუკუნეში იკვეთება რომ ქართველები გარდამავალ პერიოდში არიან მარცვლოვანი დამწერლობიდან გადადიან ანბანურ დამწერლობაში ხოლო უფრო ადრეული ეს უკვე არის მარცვლოვანი რომელიც ხდება ჩვენთან კრამიტებზე, ქვევრზე, ნიშნებია პატარა. აი კრიპტოგრამები რო არის დიახ, ეს ეგ იგივეა. ზუსტად მარციგნის და იქ ძალიან საინტერესო დიდი ტექსტები არ არის ჩვენ მაგაზე ქონა საუბარი და იმის საკითხვა რთულია ცოტა და თავის სიმოკლის გამო თორე აშკარად რაღაც იეროგლიფურია თუ კრიპტოგრამული დამწერლობაა რა. არაფერი მტკიცება არ ჭირდება რომ შეატაროთ ეს ნიშნები აბსოლუტურად ერთ და იგივეა. ნიშნები თუ არსებობდა მოხაზულობით. კი, შევადარეთ და სხვადასხვა მაგრამ არის თუ არა ეხლა ცალკეულ ნიშნები არსებობს. ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ გვეთანხმება ბატონი გამყრელიძე რომ ცალკეულ ნიშნები არსებობს, მაგრამ არსებობს თუ არა ერთი მაინც წარწერა, რომელიც ამ ნიშნებისგანაა შედგენილი. ქარაგმებით აიყიდა და არა, აღმოჩნდა რომ ყოფილა და კიდევ არ ვიცოდით ჩვენ ეს არის დაბლაგომში აღმოჩენილი. დაბლაგომში არის ძველი წეთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნის დოქია, სადაც 4 ნიშანია ერთად წარმოდგენ. ზოგმეცნიერს ეგონა რომ ეს არ არის არანაირი დამწერლობა, ეს უბრალოდ ნახატები. და 10 არის გიგაურის ნაპოვნებაში. არა, ერთიანად გეუნებით. არის ქვაზე დაწერილი არის 12-ია თუ 11-12. და ამაზე ვარაუდობდა ვახტანგ გლიჩელი რომ ამ დოქზე წარწერა ეს იყო გარდაცვლილი ადამიანის სახელი და რადგანაც ჩვენ შევისწავლეთ ახაზოვანი დამწერლობის ნიშნები და მისი გაჟღერება უკვე ზუსტად ვიცით როგორ ჟღერდება ავტომატურად გადმოვიტანეთ ამ ნიშნებზე და აქ ამოვიკითხეთ ადამიანის სახელი გარდაცვლილი ესე იგი მამაკაცის სახელი ყოფილა დოქზე ასე ჟღერს ტეკუსიკა არის და საოცარი ის არის კიდევ რომ ტეკუსი არის სახელი და იქ ფორმა ეს კნინობითი მოფერებით ფორმა ლინგვისტიკაში არის მოსაზრება რომ ეს მოგვიანო პერიოდისა მოფერებითი კნინობითი ფორმები მაგრამ აღმოჩნდა რომ უკვე ეს უსიც მოფერებითაა კიდევ ერთი დოკუმენტი ქვაზე არის წარწერა ეს უკვე 1986 წელს იპოვეს და ეს შხოროწყუს მუზეუმში ინახება. მთლიანი წარწერა არის, მაგრამ იმდენად არის ეს თქვა დაზიანებული, მხოლოდ ერთი ნიშნის ამოცნობა შევძელი მე და ეს პირდაპირ აბსოლუტურად თანხმედრაში არის ახაზოვანის ნიშანთან და ის ახაზოვანის ნიშანი, რომელიც მე ბერძნულში გადავიდა, ანუ მიკენორე ეპოქის ბერძნულში, მაშინ ეს ნიშანი უკვე შეიცვალა. გრაფიკული მოხაზულობით ცოტა. ამიტომ ჩვენ უკვე ბევრი მასალა გვაქვს, რომ ეს დავადასტუროთ. არა ჩვენი პირადი მოსაზრებები, ან რამე სურვილი გვაქვს ქართული წმინდა. მე მინდა ვთქვა, რომ წმინდა მათემატიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაინტერესებდა ეს საკითხები, რომ ლოგიკურად, აბა რას გვაძლევს ეს მასალა. მამო, ერთი თუ შეიძლება დავამატებდი ამას. აი ხლახანს მოხდა საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა შირაქის ველზე აკადემიკოსმა კონსტანტინე ფიცხილაურმა აღმოაჩინა ქალაქი მთელი რომელიც ტროაზე 6 ჯერ დიდია ფართობით აი აღმოჩნდა ეს არის მე-12-მე-14 აი ეპოქის ქალაქია რომელიც თანადროულია სწორედ მედეას ეპოქისა ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს კულტურა ეს ცივილიზაცია მარტო თქვა ან დასავლეთ ან აღმოსავლეთ არ იყო ეს იყო ერთიანი ერთ ტერიტორიაზე განფენილი კულტურა იყო თუმცა აქ რასაკვირველია განსხვავებაც და პარალელის და განსხვავებაც იქნება რომელიც მომავალი კვლევებისაგანია მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტები ამოვიდა და ამის ნაწილი უკვე ჩვენს ახალგაზრდა რომელსაც გავხსნით მალე მედიცინის მუზეუმს იქ გამოფენთ როგორც მედეას თანადროულ
არტეფაქტებს და ძალიან საინტერესო კერამიკა. ხო, აი ხა ზღვაოსნობა აუცილებელია, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა ილაპარაკო, მიდიხარ კონკრეტიკამდე, ხო? ანუ რითი ჩამოხვედი, რა იყო საფუძველი ჯერ ერთ იმის, რომ ხმელთაშუა ზღვის პერიოდში ჩამოსულიყავი და რითი ჩამოხვედი. მოდი ვთქვათ ესე, რომ ესე იგი კისტრექსში ამ აღმოჩენილი იქნა ერთი ხისაგან გამოკვეთილი ნავი და გარდა ამისა ქსენოფონტე უკვე ლაპარაკობს 300 ნავის შესახებ, რომლითაც ჩავიდნენ ფოთიდან ტრაპეზუნამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც საშუალებები უკვე არსებობდა ის, რომ იგი გარდა იმისა, რომ კვირვები არსებობდა უკვე მე-2000 წლებში არსებობდა კვირვები, ანუ გზის მაჩვენებელი რუკები არსებობდა ნავიგაცია, ანუ მართვა, გემის მართვის ანუ ცოდნა არსებობდა. ანუ კვირვებიც არგონავტიკაშია. რა თქმა უნდა და გარდა ამისა, იცით რა დანიშნულება ქონდა სხვადასხვა ზოგი წერითი ნიმუშები, ანუ სამხრივია. კი, რა თქმა უნდა. ხო, და გარდა ამისა, იცით, ყოფილა თურმე აი ამ ზღვაოსნობისთვის აუცილებელი, როგორც არის მაგალითად ჭვილთი ქვიებია, რომელიც ჰარპუნითაა დღეს ცნობები, საწაფეები, რომელიც ბადეებია. ეს არის ნეოლითის პერიოდის, წარმოიდგინეთ თქვენ. მით უმეტეს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამის პირობები იყო, იმიტომ რომ მარტო საქართველოს არეალში 2500-მდე მდინარეა, დაახლოებით 280 ტბა არის და ასე შემდეგ და კიდე შავი ზღვისპირეთი, რომელიც ისა და აუცილებელი იქნებოდა ეს ანუ გარდა ურემისა გჭირდებოდა საზღვაო საშუალებები. გარდა ამისა ცნობებია დაცული სხვაჩორჩა აკაკი ურუშაძესა აქ, რომ აი დავუშვათ რითი იმპორტის საგანი იყო ერთ-ერთი ის, რომ აი გაქონდათ სელი, ძალიან დიდი რაოდენობა სელისაგან, რომელთაც აკეთებდნენ იალქნებს აკეთებდნენ, გაქონდათ ხეტყე და გაქონდათ. ანუ ეს საშუალებები და გარდა ამისა იყო წვრთნა, თურმე არსებობდა წმდა, ანუ მეზღვაურს. აღწერილი აქვს აპოლონიო როდოსელს, რომ აი და კიდევ არგონავტიკასთან დაკავშირებით, რომ აი როდესაც მედია, ასე ვთქვათ, გაიტაცეს, როგორ დაედევნენ და ამ დროს სწრაფმავალი იყო უფრო ჩვენი. რამდენი დღის მერე დაეწინნენ. ხო, და კიდე რა არის, იცით, ესე იგი, მოდი ვთქვათ ესე, პრინციპში არიან ფინიკიელები აღიარებული, რომ აი ზღვაოსნობის ტრადიცია, როგორც ესე ვთქვათ, სათავეში დგანათ ფინიკიელები. ფინიკიელები თვითონ მოსულები არიან, ხო? მოსულები არიან და ესე იგი მე-2000 წლეულის უკვე მეორე ნახევარში აი ესე აღწერილი ბერძნულ წყაროებში, რომ ხმელთაშუა ზღვაზე ეგვიპტის, ფინიკიელების და პელაზგების ხომალდები დაცურავდნენ. ეს რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ესე იგი ქონდა იმის საშუალება, რომ წარმოიდგინეთ შავი ზღვიდან, რომელიც არასტუმარად მოყვარე ზღვად აღიარეს, იმიტომ რომ ზღვაოსნობისთვის ძალიან რთული. კი არა, ისეთი ნავები ხომ აფრიანი გემები ააშენეს, რომელიც განსხვავდებოდნენ რატომ? კიჩო აი ცხვირი აწეული ქონდათ ორივეს და რა კიდე ქონდათ ორი ღუზა, რომელიც ეს აბსოლუტურად განსხვავებული იყო ფინიკიურისაგან, იმიტომ რომ რატო რაღაც ჩამოდიოდა შავი ზღვიდან, მოდიოდა დარდანელის სრუტით და ჩამოდიოდა ეგეოსის ზღვაში და ჩამოდიოდა მერე ხმელთაშუა ზღვაში. გარდა ამისა, ჰეკატეს აქ ცნობა პირდაპირ მითოლოგიურ ლექსიკონში ვნახე, რომელიც გერმანულიდან ნათარგმნია და იქ რა დავიჭირე ერთი მომენტი, ჰეკატა მე-6 ძველი თათახმით მე-6 საუკუნე, ხო? იქ არის მინიშნული, რომ გიბრალტარიდან მოდის ფაზისამდე და შუა იყო კორსიკა და აი წარმოიდგინეთ თქვენ კოლხეთს, რომელიც პირველადი სახელი მისი აია იყო, აია რაღაც იყო აქ, აი აქ აიაჩოა. დღესაც კორსიკის მთავარ ქალაქს აიაჩო, ხო? და აი ბატონ გიამ მომაწოდა კიდე ცნობა, რომ კვიპროს რა ერქვა გია? იათნანა. ანუ როგორ აიცით რაღაცნაირად იკვრება ეს ისა. ძველი წელთაღრიცხვის მე-20 საუკუნის ტექსტია. ძველი წელთაღრიცხვის აიაქსი ერქვა ტროას გმირს. რა თქმა უნდა. ანუ ჩვენი მაყურებელი ვარ დაიბნეს ესე იგი უთხრათ რომ
ლაპარაკია პროტოკართულ ცივილიზაციაზე, რა რომელიც განფენილი იყო მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. სანამ ინდოევროპული ტომები გავრცელდებოდა. იმიტომ შეგვიძლია ჩვენ თამამად ვილაპარაკოთ კრეტაზეც ვიყავით. იმიტომ რომ ეს საშუალება ქონდა. აბა ვერტფრენი მაშინ არ არსებობდა არც თვითონ. ისე კორსიკულ პოლიფონიას მრავალხმიან სიმღერას რომ მოусმენ, გავსება არის საოცარი ქართულთან. ეს არის ის გენეტიკური რეგიონობა არის შეგვიძლია დავადო. ხასიათით. ხო, პირველი ცხირის უნაგირი. თავარი უნდა ვთქვათ რომ ქართველთა გენეზისი სამხრეთ კავკასიაა. ეს რომ არ გავწდეთ სხვა რამეს, ანუ არ ვთქვათ რომ ზოგიერთი მეცნიერს ეგონება რომ ჩვენ თვითონ სხვაგან ვიყავით და აქ არ ვიყავით. სწორედ ჩვენი წარმოშობის ადგილი აქ არის, მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი რომ ვაზის კულტურის, ხორბლის კულტურის, მეტალურგიის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოიწვია ამ ადამიანების მიგრაცია, გადასვლა. ამ კულტურას თან მიყვებოდა, ცოდნა ქონდა ამისი. ამიტომ გავრცელდა ძველი წელთაღრიცხვის მე-6000 წლეულიდან და შემდეგ მოგვიანო პერიოდში ევროპულ სამხრეთ ნაწილში და შემდეგში უკვე ხდება ეს ძალიან კარგად ცნობილი და კარგად აღწერილია გამყრელიძე ივანოვის წიგნში რომ როგორ გავრცელდა ინდოევროპული ტომები ევროპაში. ანუ ეს მასალა საკმაოდ დიდი მასალა უკვე სამეცნიერო წრეში დაგროვებული, უბრალოდ ეს ინტერდისციპლინარული კვლევები რა თქმა უნდა საჭიროა, იმიტომ რომ შეგროვდეს და ძალიან მკაცრი მოსაზრებით ეს დაალაგდეს. და ჩვენ მივაწოდოთ ქართველებს არა ის რომ რაღაცა ჩვენ ახლა პირად მოსაზრებები არ თქვა, არამედ ეს არის რეალობა. რეალობა და ამ რეალობას ნამდვილად უნდა გავუსწოროთ თვალი ჩვენ და უნდა შევხვდეთ უფრო მზად. რეალობა არის, რომელსაც გაუსწოროთ თვალი კი არა, ადამიანებამდე არც მიდის. ფაქტიურად სწორედ. გასწორება ადვილია მის და კოლხეთთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა რომ ტერმინი კოლხეთი ცოტა ზოგჯერ იწვევს გაუგებრობას და ტერმინი კოლხი არ ნიშნავს მხოლოდ დასავლეთ საქართველოს. ეს მეც სასახად უნდა გითხრათ ჰეკატეოს მილეტელის წიგნში წერია ნუ ერთ-ერთი ეს ფრაზა არის თლიანად არ არის შემონახული რომ კოლხის არისტოკრატი არიან ხო ეს ფრაზა მინდოდა ზუსტად და მთელი ბერძნული სამყაროსთვის სამხრეთ კავკასია და ასევე ჩრდილოეთ კავკასია მას მიეჩნდათ კოლხებად. პირობითი ცნება მათთვის კოლადან მოდის ეს კოლა მთიდან როგორც ჩვენ ივანე ჯავახიშვილი გვიწერს რომ კოლა მთის გარშემო მაცხოვრებელ ყველა ტომს და ზოგჯერ ეს რომელი პერიოდია ესეც არის მე-2000 წლეულია ეს მე-2000 წლეულის და ასე ფიქსირდება აია სახელი იმიტომ არა რომ სხვადასხვა სახელებია უბრალოდ აია კულტურაა ღვთის მიმართ ძველი წარმართული შუმერული და მომდინარე და უშუალოდ შემთხვევაში დედა არის მზის დედის სახელია ну ეს ძალიან ცალკე თემა არის და მოკლედ მედიას და აიეც და ასევე კირკეს სწორედ ეს სახელი აქვს ეს როგორი ეპიტეტი აიაიეთ იწოდება აიეტიც არა აიაიეთ იწოდება მედია და კირკე ხოლო აიეტი თვით იშიფრება აიას მოქალაქედ აიას სახელმწიფოს მოქალაქედ პროტოკართული ცივილიზაცია რა პერიოდიდან არსებობს და სადამდე? მე მაგალითად ასე მაგ რაღაც საყდრისი არსებობს აი ეს არის ნიშა იმიტომ რომ შეუძლებელია მე-4000 ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წლეულის მეორე ნახევარი და ნეოლითიდან მოკლედ დადასტურებულად ჩემი მოსაზრებით ადრეული ბრინჯაო მე მაგალითად ადრეული ბრინჯაო მე-4000 წლეულის მეორე ნახევრიდან როდემდე მე-2000 წლეულის მეორე ნახევრამდე ჩემი მოსაზრებით როგორ არის მე-6000 წლეულიდან უკვე იწყება ქართველური გენეზისი ხო და აი როგორ არის იცით მე აი სპარსეთმა რო ჩაკეტა ასე ვთქვათ კიროსმა რო ჩაკეტა პრინციპში ჩაკეტა შავი ზღვა და ამან ძალიან დიდი დაბრკოლება შექმნა იმიტომ რომ მიგრაცია რაც იყო დაუშვათ და გადაადგილებები ზღვით ის აღარ იყო და მოწყდა ისე ყველაფერი მოწყდა რომ ინდოევროპელები სადაც გამყარდნენ და იქ ქართველები დარჩენ
აი ხმელთაშუა ზღვისპირეთში აი იგივე ბალკანეთზე, იგივე პირენეის, იგივე აპენინის ეს დარჩენი ქართველები, მაგრამ მიგრაცია რაღაც არ მოხდა და ინდოევროპული შრე წამოვიდა. ბუნებრივად ეს ტერმინოლოგიაც შეცვლილი იყო, აი როგორც მაგალითად იმას აქვს ბერძნულ წყაროებში აქვს ეფირე და ევბეა, იყო კუთვნილი ტერიტორია კოლხეთის მეფეს აეტის. რომელიც აბსოლუტურად ტრანსფორმაცია მანამდე სქერია ერქვა, მაკრისი ერქვა, სიტყვაზე ვამბობ და მერე ერქვა ევბეა. და კავშირით კავკასიის საქართველოსთან გაწყდა. აი ეს იყო. ერთადერთი რამ გვიშველა მართლა რომ აი ალექსანდრე მაკედონელი რომ მოვიდა და დაიყვნა ალექსანდრე მაკედონელმა ეს რაღაცნაირად ჩაჭრა ეს ყველაფერი. მაგრამ ჩაჭრა ის, მაგრამ ჩვენ ვეღარ მოვახერხეთ. ეს იყო ძველი წელთაღრიცხვით ბოლო და მე ის იყო რომ ადვილად წამოვიდნენ ბერძნული ახალჩენები, მე რომაელები წამოვიდნენ. ანუ ვეღარ აღვადგინეთ აი ეს ყველაფერი. რაც ქონდა ჩვენ აი ეს მიმოსვლა. მე მომდეთ ეს ცოტა იცით აი ამ გენეტიკური კვლევებიდან გამომდინარე, მანამდეც ქონდა მე სკეპსისი დიდი მიგრაციების მიმართ. მიგრაციები ასე ხალხი აიყაროს, წავიდეს სადმე და დასახლდეს. მე ცოტა აი პირადად შევთვის ცოტა ძელი წარმოსადგენია. ჯერტი იმიტომ რომ იქ სადაც ის მიდის თუ ცარიელი ადგილია მესმის ისევე როგორც ვთქვათ ვიკინგები ნამდვილად წავიდნენ სამხრეთიდან და დასავლეთიდან იქ ამადილებს სადაც არავინ არ ცხოვრობდა ეს გასაგებია მაგრამ იქ სადაც ხალხი ცხოვრობს იქ ასე მიგრანტებს არ უშვებენ ვიღაცა ვერ მოდის ამიტომ უფრო ხდებოდა მცირე ჯგუფების მიგრაცია შეიძლება რომელსაც მიქონდა ენა მიქონდა კულტურა მიქონდა რაღაც ელიტარული ამას პიონერული მოდელი ქვია და ესეა მიღებული სწორედ ამას ბერძნული არქეოლოგია რაც ჩვენ გავეცანით წიგნებს საბერძნეთში როცა ვიყავით კრეტაზე ჩასული ხალხი ვინც ჩაიტანა პირველ კულტურად მას იქ არავინ არ დახვედრია აბსოლუტურად ბერძნები ბერძნები მოგვიანებით მოდიან ძველი თაღრიცხვის 1450 წელს ეს განაპირობა ბერძნების კრეტაზე ჩასვლა ვულკანის ამორქვევამ სანტორინზე ამით კულტურა დაეცა მაგრამ მე-6000 წლებში არქეოლოგია გვეუბნება ბერძნული არქეოლოგია გვეუბნება რომ მე-6000 წლებში ჩასული სამხრეთ კავკასიიდან ადამიანი იქ რომ ჩადის მას არ ხვდება მოსახლეობა მაგრამ ესეც არის მამაო ეხლა ძალიან შორს არ მინდა წავიდე მაგრამ შეხერმაიერი ამბობს რომ არსებობდა ერთიანი ეროვნული კულტურული არეალი ეს არისო კავკასია ეს არის ანატოლია ანუ მცირე აზია და შუა მდინარეთი ერთიანი ეროვნული და რა თქმა უნდა ხო და როგორ არის იცით ძალიან დიდი სივრცეა ძალიან დიდი სივრცეა ერთიანი ეროვნული კულტურული არეალი შემდგომში რაც იყო რომის იმპერია ეხლა იცით მე მჯერა რომ ეს არის იბერიული ცივილიზაცია ძალიან მჯერა და ალბათ აქამდე მივა შემდგომი თაობა მე აქ დავამატებდი ერთ რაღაცას დამწერლობის დაკავშირებით რომ ჩვენ კრეტის დამწერლობებს რომელსაც აკლასეს ხაზოვანს ეხლა უკვე უწოდებთ საერთო ქართულ ენაზე შესრულებ წარწერებს ამისი აღიარება თუ მოხდება ეს იმას ნიშნავს რომ უძველეს 5 დამწერლობას შორის მე ვამბობ არა ანბანური არამედ მარცვლოვან ან სიტყვითი დამწერლობებს შორის ეს არის ეგვიპტური, შუმერული, პროტოელამური და ძველი ინდური ხარაბას კულტურაში აღმოცენილი წარწერებში თან ერთად მე-5 არის სწორედ კრეტული წარწერები. კრეტული წარწერების წაკითხვა ჩვენ ძალიან დიდ მასალას შევძენს, ქართულ კულტურას შევძენს. აი ეგ მოკლე პერიოდში გამოვლინდა ის აუცილებლობა რომელიც თქვენს ბრძანეთ ინტერდისციპლინარული კვლევის და რაც მთავარია ამისთვის უკვე მზაობა არის. მზაობა არის. თუ გნებავთ ახლა ბატონი გია, ბატონი რამაზი და კიდე არიან რა თქმა უნდა ამისთვის მზაობა ნამდვილად არის. ეს უნდა აუცილებლად განხორციელდეს, იმიტომ რომ სულ ამას ვამბობ და ეს რეალობა მეცნიერებაში ახალგაზრდები არ მოდიან, ჩვენ უნდა დავდოთ საბუთები. ჩვენ უნდა დავდოთ გაწერილი არ ვიცი რა სახელწოდებით იქნება, ყოველ შემთხვევაში ქართული კულტურის ისტორია უნდა იყოს დაწყებული ამის გაწერვა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, ჩვენ ვალდებულები ვართ კიდე იმ მეცნიერების, მოდით ესე ვთქვათ, უცხოელი მეცნიერების, იმიტომ რომ ჩვენში დევს გასაღები ძალიან ბევრი ინფორმაციის.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნება და ერთადერთი რა ხელშემწყობი პირობა საჭირო რა თქმა უნდა თქვენ ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ მართლა სულ ამას ვამბობ ერთადერთი ტელევიზია ხართ სადაც ხერ ხდება ეს რომ ანალიზი წარმოადგენოს მეცნიერებმა არა ისე დავუშვათ სენსაციის დონეზე არამედ ანალიზი რომელიც მართლა დამაჯერებელია იმის რომ არა მოგონილი გაქვს ეს ყველაფერი და არა მითი გაქვს რომელიც სახელმძღვანელოებშია ეს გაწერილი ვითომ მითოლოგია ვართ მაგრამ ცუდად არის ეს აი ბატონმა რამაზმა კარგად თქვა რომ აი მითოლოგიაზე ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენთან არის მართლა მითოლოგიაზე ვითომ ზღაპარე მე-2000 წლეული როგორ შეიძლება ყველაფერი ამ მონაცემების შემდეგ იყოს აი ზღაპარე ეს არის ძალიან აი ხელშესახები რეალობაა მე მინდა ერთი რამ დავამატო იცით გასაოცარი ის არის რომ სწორედ ჩვენი უცხოელი კოლეგები იჩენენ უფრო მეტ ინტერესს და მეტ აქტივობას ვიდრე ჩვენ აი ხლა ჩვენთან ჩამოსულიც იყო ამერიკელი მეცნიერი რომელსაც თქვა რომ აი თითქმის უბრალოდ შედგეს ძალიან ჭკვიანური ძალიან სწორი და კარგი გეგმა როგორ შეიქმნა ეს ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრი და დაფინანსებაზე ფიქრიც არ არის იქნება. ანუ წარმოგიდგენთ ეს მოხდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეხვედრა. ეს არ შეიძლება ერთი კაცი აკეთებდეს ერთ საქმეს. ეს არის ყველაფერი მრავალხმის შესწავლის ობიექტი და იცით რა, როდესაც აი თქვათ იგივე თქვათ აი არქეოლოგიური ისაც ამოვა თქვათ დიდნაურში ან აი ხშირაში ხო ეს ყველაფერი ეს ხონა შესწავლილი უნდა იქნეს გენეტიკურად, ლინგვისტურად თუ წარწერა იქნეს, უნდა შესწავლილი იქნას იზოტოპურად, ქიმიურად, მაგრამ თუ არ იქნა სახელმწიფოს ნება თუ არ იქნება, თუ არ შეიცვლება დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ, როგორც გერის მიმართ. არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანა, არსებობდეს ერი და მას არ ქონდეს მეცნიერება, ეს არც ქვეყანაა და არც ერია. მე ერთ გამონათქვამს გავიხსენებდი ქვეყანა, რომელიც მეცნიერებას არ ვითარებს, ადრე თუ გვიან ხდება კოლონია. ასაკურებელი. თანამატი ხდება ვიღაცა. აუცილებლად. ეს არის სრულად ცალსახა და რომ ვიღაცა არ გვინდა ჩვენ ვიღაცა განავითარებს ის ვიღაცა იქნება ყოველთვის შენი მკარნახებელი და შენი ბატონი და ნუ ჩვენ თუ ამიტომ ვესტრაფოდით დამოკიდებულება და თავისუფლებას რომ ვიღაცის დანამატი გავხდეთ მუდმივად როგორ შეიძლება ერი არსებობდეს თავის გარეთ მეცნიერება არის ქვეყნის თავი ხო უთაო ერი არ არსებობს ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება ეს ნიჰილიზმი ეს აგდებული და ესა ყველ ზოგს იცით კიდევ ერთი რამ არის მინდა ავატეთ შეიძლება გამიგზელდა მაგრამ ზოგს გონია რომ მეცნიერება მანდამაინც არის რაღაცის აღმოჩენა რომ რაღაც საოცრება რომ არა მეცნიერება დაწყებული აღწერილობითი მეცნიერებიდან ჩვენთან უამრავი რამ არის დასაფიქსირებელი სისტემატში მოსაყვანი მოსაწესრიგებელი მონაცემთა ბაზა შესაქმნელი ეს ყველაფერი მეცნიერებაა ეს თუ არ გააკეთე ამის გარეშე შენ დიდ შედეგებს და დიდ მეცნიერებას ვერ გააკეთე ამის საშუალებაც არ აქვს ქვეყანას. ვიტყოდი ერთ იმას რომ ძალიან მაღალი დონეა ჩვენთან კიდევ შეგვჭა უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერები არიან და მე უნდა ვთქვა თავრობას რომ გაუფრთხილდეს ამ დონეს იმიტომ რომ ქართულ უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აღიზარდნენ ძალიან დიდი მეცნიერები რომელსაც თელი სოფლიო იცნობს უფრო კარგად შეხედოს თავრობა მოეფეროს ამ სისტემას და უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიცეს მეცნიერებად ჩვენი გადაცემა დასრულდა ჩვენ მეორე 1000 წლეული საქართველოს საუბრობდით უძველესი ცივილიზაციის პერიოდზე და ბუნებრივია ის რა დღეს ჩვენ თქვით ეს მხოლოდ მცირე ნაწილი მცირე ეპიზოდია იმ დიდი ცოდნისა იმ დიდი ინფორმაციისა რაც არსებობს ამ ეპოქასთან დაკავშირებით ჩვენი სურვილი იყო მხოლოდ რაღაცა გაგვეღვიძებინა ინტერესი ჩვენს მაყურებელში ამ პერიოდისადმი და დაგვეფიქრებინა იმაზე თუ რა ღრმაა ჩვენი ცივილიზაციის, ქართული ცივილიზაციის ფესვები და რა დიდ მომფრთხილებას, შესწავლას და პატივისცემას საჭიროებს იგი. გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონები გია კვაშილავა და რამა შენგელია, ქალბატონი მარინე ცინცაბაძე, გადაცემას უძღვებოდა დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.
ღვთისშიში